მოგესალმებით ეთერშია დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. DGG-ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული. DGG-ის გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის. ეს განცხადება ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის დროებითი კომისიის ხდომაზე კვერცხის მწარმოებელი კომპანიების პასუხად გააკეთა, რომელთაც კვერცხზე ფასის შემცირების კონტექსტში DGG-ის გადასახადისგან გათავისუფლების საჭიროებაზე ისაუბრეს. DGG-ის გადასახადია, რომლითაც შემდგომში საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება. ეს ის გადასახადი არ არის, რომელზეც მარტივად შეგვიძლია, რადგან ამისგან ფინანსდება ყველა ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის. ეს ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული. ეს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის. განაცხადა ნინო წილოსანმა. დასრულებულია. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს. მისი ინფორმაციით გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ. გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში, წერს რიკარდ იოზვიაკი. სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა გქონდეთ. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა ინტერპრეს ნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც სანქციების მექანიზმის ამოქმედების სპეციფიკა განმარტა. როგორც ფიშერმა აღნიშნა, გერმანიას და ევროკავშირს არ შეუძლიათ, რომ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს დაუწესონ სანქციები მხოლოდ იმის გამო, რომ მიიჩნევენ მათ არამეგობრულად და დამაზიანებლად. ამას უნდა ჰქონდეს მყარი სამართლებრივი საფუძვლები. ასე რომ სანქცია არ არის ყველაფრის გამოსავალი. სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა გქონდეთ, განაცხადა ფიშერმა. უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. უცნობია სხვა დეტალები. დაღუპულის თანამებრძოლი სამძიმარს უცხადებს ოჯახს და წერს, რომ მებრძოლებისთვის სიკვდილი პატივია. კიდევ ერთი გმირი ძმა დაგვაკლდა სამწუხაროდ. დიდება ძმაო შენს გმირსულს. ვუსამძიმრებ პირველ რიგში ოჯახს, ახლობლებს. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს გმირი ბიჭის გარდაცვალებას. გისამძიმრებთ ბიჭებო ჩვენი ძმის გარდაცვალებას. მებრძოლი ბრძოლაში კვდება. ბრძოლაში სიკვდილი კი ჩვენთვის პატივია. მებრძოლებს ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზას ბევრი ვერ გაიგებს. წერს ავთოქაჯაია Facebook-ზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჯარო მოხელეებს უმასპინძლა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრა გახსნა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონის სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებს საინტერესო ლექციებისთვის. ღონისძიების მონაწილეები სააგენტომ ბიბლიით დაასაჩუქრა. ტრენინგი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს განაგრძობს. აღნიშნულია ინფორმაციაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედიკამენტების ფასების რეგულაცია ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას საჭიროებს, რათა ბაზარზე მნიშვნელოვანი პრეპარატების დეფიციტი არ შეიქმნას და მედიკამენტები მოსახლეობისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს. აღნიშნულით ამირან გამყრელიძე პრემიერის ინიციატივას ეხმაურება ფარმაცევტულ სექტორთან დაკავშირებით, რომლის თანახმად უნდა გამოინახოს გზები მედიკამენტებისა და სააფთიაქო სფეროში ფასების შემცირებისთვის, რის ფარგლებშიც სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობს. როგორც ყველიძემ ინტერპრეს ნიუსთან საუბრისას აღნიშნა, მედიკამენტის ღირებულების ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს ან დაზღვევის სისტემის მიერ უნდა იყოს დაფარული და მოქალაქეს არ უნდა უწევდეს წამლის რეალური ფასის სრულად გადახდა. მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებაა საკვები, შემდეგ კი მედიკამენტი. ამიტომ რეგულაციების შემოღებისას აუცილებელია ბალანსირებული მიდგომა და მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, განაცხადა ამირან გამყრელიძემ. სანამ ამ კომისიის მუშაობა საჯაროდ დაიწყებოდა, ჩვენ ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის ინდივიდუალური გასაუფრებებიც გვქონდა და ფოკუს ჯგუფებიც. ადამიანებს უწევთ, რომ საკუთარ უბანში იქიდან გამომდინარე სადროდის რა აქციაა, 60 მაღაზიაში იმის მიხედვით შევიდნენ და იყიდონ ესა თუ ის პროდუქცია. ანუ აქციიდან აქციამდე უწევთ, რომ გაიტანონ თავი. ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასს წარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. როგორც წილოსანმა განმარტა, ბოლო წლების განმავლობაში ხელფასების ზრდის პარალელურად გაიზარდა პროდუქტებზე ფასები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის კეთილდღეობას არაფრით დასწყობია სახელმწიფოს პოლიტიკის მცდელობა. შემოსავლების ზრდის შედეგად საზოგადოებამ უკეთ იგრძნოს თავი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ადგილობრივი მწარმოებლების სურვილიც იყო ფასებთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ქსელურმა მარკეტებმა უდნავადაც არ გაითვალისწინეს მომხმარებლის ინტერესები. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას სურს. ტრამპმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა. არანაირი საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. ტრამპის ცნობით ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა საუკეთესო ვარიანტი იქნება. თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ ვნახოთ რა შედეგი მოყვება ამას. იმედია ირანი გონივრულად მოიქცება, აცხადებს ტრამპი. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 219 ხმით 211-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს. როიტერსის ცნობით მოსალოდნელია, რომ რეზოლუციას შტატების სენატიც მიიღებს, თუმცა მას ვეტოს დონალდ ტრამპი დაადებს, რის დაძლევასაც ამერიკის კონგრესი ვერ შეძლებს. შტატების პრეზიდენტმა 2025 წლის თებერვალში კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო აგვისტოში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფები 35%-მდე გაიზარდა. რუსებმა ოდესას, დნიპროსა და პავლოგრადს დაარტყეს, არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ლისაკის ცნობით, რუსული ძალების დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მტერმა ოდესას კვლავ შეუტია. ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურა დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით ერთი ადამიანი დაშავდა, განაცხადა ლისაკმა. ასევე მედიის ინფორმაციით, რუსებმა დნიპროსა და პავლოგრადს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. WhatsApp-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთმა აპლიკაციის დაბლოკვას სცადა. დღეს რუსეთის მთავრობამ WhatsApp-ის სრულად დაბლოკვას სცადა, რათა მოსახლეობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სათვალთვალო აპლიკაციაზე გადაიყვანოს. ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი და უსაფრთხო კომუნიკაციისგან იზოლირებას ცდილობს. გასულ თვეში რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ WhatsApp-ის აპლიკაცია ქვეყანაში 2026 წლის ბოლომდე დაიბლოკება. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით აპლიკაცია რუსი მომხმარებლების მონაცემების ქვეყანაში შენახვაზე უარს ამბობს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.